მოგესალმებით თავისუფლებას ინდისის პატიმრებს, ირაკლი კობახიძის განცხადება, ჩინეთში ვიზიტი, ყველაფერი ჩვენ გვაგონებს უკვე რამდენიმე წლის წინ დაწყებულ კამპანიას, როდესაც ქართული ოცნება ჯიუტად ამბობს, რომ ის ააშენებს ანაკლიის სპორტს. მიუხედავად იმისა, რომ ჩატარდა გამოცხადებული იყო ტენდერი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე სცადეს რაღაც თითქოს ახალი ნაბიჯის დემონსტრირება, ჩვენ ვიცით რა არის რეალობა. ანაკლიაში ხდება უბრალოდ არაფერი. რამდენიმე დღის წინ ლელო ძლიერი საქართველოს პოლიტიკური გუნდი იმყოფებოდა ანაკლიაში, ნახა საზოგადოებამაც იქიდან გაკეთებული განცხადება და თავის თვალით ნახეს და საზოგადოებასაც დაანახეს, რომ სამწუხაროდ ანაკლიის სპორტის ტერიტორიაზე არაფერი არ კეთდება, როგორც კი გამოჩნდნენ პოლიტიკოსები და იქ ვინაიდან იყვნენ ისინი მოუმზადებლები, სამი კარისკაცი გადააცვეს კიდევ რაღაც ფორმა და ერთი და იგივე მანქანა შედიოდა და გამოდიოდა, რომ თითქოს რაღაც ელემენტარული მოძრაობის იმიტაცია მაინც შეექმნათ. ცოტა ხნის წინ იყო ჩამოსული პიტერ ანდრეული, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელმაც ასევე მოინახულა ანაკლია, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი ანაკლიის სპორტის მიმართ და შესაბამისად საქართველოს მიმართ არის დიდი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების, ჩვენს რეგიონში განვითარებული მოვლენების, შუა დერეფნის გახსნის პერსპექტივის გათვალისწინებით, ბუნებრივია ეს ჩვენთვისაც არის გახსნილი ფანჯარა. მაშინ, როდესაც 2020 წელს უკვე ანაკლიის სპორტს, ღრმაწყლოვან სპორტს უნდა მიეღო პირველი ტვირთები და დღეს უკვე სახმელეთო ინფრასტრუქტურაც უნდა მას ჰქონოდა უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო ამითი და დაეკავშირებინა აღმოსავლეთი და დასავლეთი, ევროპა და შორეული აზია. დღეს ვხედავთ, რომ იქ ხდება არაფერი. პრიორიტეტები არა მხოლოდ განცხადებებში უნდა ვეძიოთ და განცხადებებში მხოლოდ ფარსი იღვრება, არამედ მაგალითად ბიუჯეტის პროექტში, როდესაც 2026 წლის ბიუჯეტში თავდაპირველი ინიცირებული ვარიანტისაგან განსხვავებით 100 მილიონით შეამცირეს წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაფინანსება. შესაბამისად, ქართული ოცნება რომ არაპირებს არანაირი ნაბიჯის გადადგმას, აქედანაც ჩანს, არა მხოლოდ იმ ძველი გამონათქვამიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში. ანაკლიის სპორტი არ არის მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური დანიშნულების, მას აქვს პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოების განზომილება, ის არის უსაფრთხოების ფარი, ისევე როგორც თავის დროზე 90-იან წლებში იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი, ხო, რომელიც დღემდე ინარჩუნებს ჩვენთვის რაღაც გარკვეული მცველისა და ფარის ფუნქციას, ხო? ამხელა რაოდენობის აქამდე 9 ტრილიონის ოდენობის ნავთობი არის იქიდან გატარებული. ანაკლიის სპორტი არ არის ბიზნეს პროექტი, მას აქვს რა თქმა უნდა ინფრასტრუქტურული დანიშნულება, ეკონომიკური დანიშნულება, იმიტომ რომ ათობით ათასი სამუშაო ადგილი უნდა მოიტანოს ჩვენი ქვეყნისათვის, მაგრამ ის უნდა გახდეს კარიბჭე იმ შუა დერეფნისა, რომელიც დააკავშირებს ევროპასა და ჩინეთს თუნდაც. გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. დიახ, რა თქმა უნდა და მე მოკლედ მინდა ვთქვა ასევე ჩინეთსაც არავინ ამბობს, რომ ჩინეთი საერთოდ გამოთიშული უნდა იყოს ანაკლიის პროექტისგან, ელემენტარულად იქიდან გამომდინარე, რომ საბოლოო დანიშნულება სავაჭრო თვალსაზრისით არის, რა თქმა უნდა, ჩინეთი და სხვა ქვეყნები შორეული აღმოსავლეთისა, მაგრამ როდესაც საუბარი არის სპორტის მშენებლობაზე, მის ოპერირებაზე და პასუხისმგებლობაზე, რომელიც შეიძლება აიღოს ვინმე ამ სპორტში, აქ რა თქმა უნდა, ჩინეთის ინტერესი არ უნდა იყოს დომინანტური, აქ უნდა იყოს დომინანტური ამერიკული ინტერესი და პირველ რიგში უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესი, როგორც ეს იყო ადრე, როდესაც თავის დროზე მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მონაწილეობით იყო კონსორციუმი, რომელიც პოლიტიკური მიზნებით გააგდეს და ბოდიში დავასრულებ და მოკლედ დავასრულებ და შემდეგ პაპუაშვილი ახლა ამბობს, რომ ამერიკელი ინვესტორები ვერ დავაინტერესეთო და თითქოს ამის გამო მიადგნენ ახლა ჩინელებს. ჩინურ კომპანიებთან როგორი კაბალური პირობებიც იყო, ესეც გამოჩნდა და ახლაც არის ძალიან ბევრი ბუნდოვანება, რაც დაუშვებელია. შეიძლება აბსოლუტურად ყველა პუნქტი არ იყოს ცნობილი, მაგრამ ძირითადი
პირობები აბსოლუტურად ამ პროექტის შესახებ უნდა იყოს გამჭვირვალე. აი ეს არის მთავარი და ის, რასაც თუნდაც ქართული ოცნება ამბობს, ის მწირი ინფორმაცია, ნამდვილად არ იძლევა ამის საფუძველს. მოლაპარაკებები, რომც არსებობდეს, მაგრამ ჯერჯერობით ხედავთ, რომ იქ არის ნულოვანი რეაგირება, ანაკლიის სპორტში უბრალოდ არაფერი ხდება. კობახიძე აცხადებდა, რომ ვიზიტის ფარგლებში ჩინეთში მარიამ ქრივიშვილი ისაუბრებდა ანაკლიის სპორტზეც, რომ ინტერესი რა თქმა უნდა არის შენარჩუნებული, მოლაპარაკებები გრძელდება და დანარჩენს დაველოდოთო. თქვენ რას ხედავთ, მას აქვს მცდელობა, როგორმე ჩინური მხარე დაითანხმოს, ანუ შეთანხმება მოხდეს, კაბალური მოთხოვნები გადაიხედოს, თუ საერთოდ არ აქვს ქართულ ოცნებას სურვილი რომ ააშენოს ეს სპორტი? მე არ მგონია რომ ქართულ ოცნებას ჰქონდეს სურვილი რომ ანაკლიის სპორტმა ის ფუნქცია და როლი შეასრულოს, რაზეც მე ვისაუბრე, დასავლური და პირველ რიგში ამერიკული ინტერესები, რომელიც ემთხვევა საბედნიეროდ, ხო, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და უზრუნველყოს სამომავლოდ საქართველოს უსაფრთხოებას. მაგრამ რატომ საუბრობს მაშინ ქართული? იმიტომ, ხო, როდესაც საუბარი არის ჩინურ კომპანიაზე, რუსულ ინტერესებზე, ეს ყველაფერი არის არათუ სტაბილურობის გარანტი, არამედ პირიქით, არასტაბილურობის მიზეზი. სამომავლოდაც შეიძლება გახდეს, მით უმეტეს, როდესაც გეოპოლიტიკური ვითარება ჩვენს რეგიონში არის დღესდღეობითაც ასეთი არეული და ისტორიაც ასეთი აქვს არასტაბილურობის და სწორედ ამიტომ გვჭირდება ჩვენ უსაფრთხოება. შესაბამისად, როდესაც ჩინურ ინტერესებზე არის საუბარი, აქ უფრო მეტად შეიძლება იყოს მათი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები უზრუნველყოფილი, რაც საქართველოს სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს. შესაბამისად, ქართული ოცნება თუ კი ასეთი მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს, ეს იქნება ის, რაც სურს რუსეთს, ხო, რაც სურს ამერიკის მოწინააღმდეგე ბანაკს, პოლიტიკური თვალსაზრისით მოწინააღმდეგე ბანაკს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩინეთთან სავაჭრო კომპონენტი უნდა იყოს გამოთიშული პირიქით, ხო? ეს აუცილებელიც არის, ოღონდ საკონტროლო პაკეტი უნდა ჰქონდეს ამ შემთხვევაში ქართულ სახელმწიფოს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად. ყველა ეტაპზე აი ამ პროცესის დაწყებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებით გაგრძელებული ბუნებრივია თვითონ პორტის ოპერირებით, ქალაქი ანაკლიის აშენებით და მთელი იმ სახმელეთო ინფრასტრუქტურით, რომლის გარეშეც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ვერ შეასრულებს შუა დერეფნის შავი ზღვიდან შემომავალი კარიბჭის ფუნქციას. აი თქვენ პიტერ ანდრეულის ვიზიტი ახსენეთ, ის ჩამოვიდა და ერთ-ერთი პირველი რაც მოინახულა, მე მგონი იყო სწორედ ანაკლიის პორტის ტერიტორია. და მაშინ თქვენი პარტიის წევრები ასევე ამბობდნენ, რომ თუ კი ურთიერთობების დაალაგებაზე მიდგა საქმე, ამერიკული მხარის ერთ-ერთი პრიორიტეტული მოთხოვნა იქნება ანაკლიის პორტის მშენებლობა, მათ შორის ამერიკული ინვესტიციით ან მინიმუმ ჩინური ინვესტიციით არა. თუ კი და ქართული ოცნება პარალელურად ამბობს, რომ მას უნდა ამ ურთიერთობების განახლება. თქვენი აზრით რა პერსპექტივა არსებობს? ის რომ ქართული ოცნება ახლა ჩინეთთან ლაპარაკობს მაინც ამ თემაზე, ნიშნავს თუ არა, რომ ამერიკამ მიიღო უარი ხელისუფლების მხრიდან? ხო, ქართული ოცნება ბევრ რამეს ამბობს, საერთოდ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ და რა თქმა უნდა ანაკლიის სპორტის მიმართ არსებობს, ეს არაერთხელ დადასტურებულა და ვინაიდან აქ ჩვენ საუბრობთ დღევანდელ დღეს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაზე, რომლისგანაც სხვადასხვა განსხვავებული მოლოდინი არსებობდა, ხო? მისი გაპრეზიდენტებიდან მოყოლებული, მაგრამ ჯერ კიდევ პირველი პრეზიდენტობის დროს მისი სახელმწიფო მდივანი საუბრობდა მაიკ პომპეო ანაკლიის სპორტის მშენებლობის მნიშვნელობაზე, ამას გადაჰყვნენ კვირიკაშვილი და ბახტაძე, ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრები. ახლა, როდესაც შეიცვალა რეგიონში ვითარება, ხო, როდესაც ირანში არის ეს კამპანია, როდესაც ჩვენი მეზობელი მოძმე სომხეთი და აზერბაიჯანი ნაცვლად მტრობისა ისევ პრეზიდენტ ტრამპის პერსონალური ძალისხმევით არიან ახლა სტრატეგიული პარტნიორები და ეს შუა დერეფანი იქ გადის. ის მონაკვეთი ყოველ შემთხვევაში საქართველოს სამხრეთით
ამიტომაც იხსნება ფანჯარა ჩვენთვის, ხო? ამიტომ არის ქვეყნისთვის, საქართველოსთვის და ქართული ხალხისთვის ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ ეს მომენტი არ იქნას გაშვებული ხელიდან, ხო? შესაბამისად, ამერიკის ამასთან უნდა დიახ, სამხრეთის კორიდორი, ამას უნდა დაუკავშიროთ, ბუნებრივია ანდრეოლის ვიზიტიც და ძალიან ნიშანდობლივი ერთი ნიუანსი იყო, რომ თავდაპირველად პროტოკოლში ის უნდა გამგზავრებულიყო წესით ფოთის პორტში, ისე რომ პროტოკოლში დღის წესრიგში ეს არ იყო, ანაკლიაში ის მაინც ჩავიდა, ალბათ სწორედ იმის გამო რომ დიახ, ფოთშიც იყო ბუნებრივია, მაგრამ ანაკლიაში ქართულ ოცნებას უნდა რომ თუ კი რაღაცა ხდება ვიზიტი და ყურადღება მიექცევა უშუალოდ იმ ტერიტორიას, რომელიც გავერანებულია დღეს. ამ შემთხვევაში უნდა რომ რაღაც ანტურაჟი დადგას, სპექტაკლი დადგას, იმიტაცია შექმნას, თითქოს იქ რაღაც სამუშაოები კეთდება. ისევე როგორც ჩვენი კოლეგების ვიზიტის დროს, სადეს ოღონდ ეს უბადრუკი მცდელობა იყო, მხოლოდ და მხოლოდ 3 თანამშრომელი და 1 მანქანა შედიოდა და გამოდიოდა. ამრიგად ამ კაცმა თავისი თვალებით ნახა რომ იქ არაფერი ხდება, ამაზე ჩვენს კოლეგებსაც ესაუბრა, ის მოგეხსენებათ ოპოზიციასაც შეხვდა. შესაბამისად, ამერიკის ინტერესი არის უკვე მკაფიო, ბუნებრივია, სწორედ ამიტომ სურს ჩვენ რომ და იყო ჩვენი ინიციატივაც, რომ ტრამპის გზის, რაც არის აი სომხეთ-აზერბაიჯანზე, რაც გადის, ხო, ეგრეთ წოდებული ტრიპი, ანუ ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის, აი ამის კარიბჭე იყოს ანაკლიის პორტი. ტრამპის სახელობის გზა ჰქვია, ეს ჩვენ არ დაგვირქმევია მისთვის და ამიტომაც გვინდა რომ ამ გზის ნაწილი იყოს, ეს არის უმნიშვნელოვანესი დღეს ჩვენი ქვეყნისთვის, ხოლო რაც შეეხება ქართულ ოცნებას, ქართული ოცნება ბევრ რამეს ამბობს, ქართული ოცნება ერთხმის თავს დასავლეთს აკრიტიკებს, მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, რომ თურმე ეხლა გვეუბნებიან, რომ 28 ნოემბერი თითქოს არაფერი ყოფილა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მათი მისწრაფება ყოფილა, ისევე რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. კი ბატონო, გითხავთ მაგაზე უბრალოდ ანაკლიაზე დავასრულოთ, საბოლოოდ როგორ რეალობას ხედავთ, აი ამ მე რომან გოცირიძის ციტირება მოახდინე, თქვენ თუ ეთანხმებით აი ამ მოცემულობას, რომ რაკეღა ჩინეთის ვიზიტის შეფასებისას არაფერი თქმულა ანაკლიასთან დაკავშირებით, ნუ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არაფერი ისმის, ხელისუფლების თუ მათ შორის ეკონომიკის მინისტრის მხრიდან, შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ ჩინეთი არაპირებს გადახედოს მის მოთხოვნებს, რაც აქვს ანაკლიის პორტში და მოუწევს სახელმწიფოს ახალი ინვესტორის ძიება თავიდან ამ პროცესის დაწყება, რეალობა არის თუ არა ეს? ხო, ჩვენ ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ რაღაცა ხელმოსაჭიდი თუ კი აქვს ხოლმე ქართულ ოცნებას სადმე საგარეო ველზე, ის ყოველთვის ცდილობს რომ ბუზის პილოტ წარმოაჩინოს. ბევრ სხვადასხვა შემთხვევაში ყოფილა ესე, ხო, გვახსოვს თუნდაც აი კობახიძის ვიზიტის დროს რაღაც მაკრონმა რო ხელი მოუთათუნა და ასე შემდეგ. რამდენად ძლავრად ირთვება ხოლმე ასეთ შემთხვევებში პროპაგანდა. როდესაც არის დუმილი, რა თქმა უნდა, ლოგიკური დასკვნის საფუძველი გვაქვს, რომ აქ შეიძლება არაფერი სახარბიელო არ ყოფილიყო და ამ კაბალური პირობების შესახებ ჩვენთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. შესაბამისად, ესე შეიძლება ჩავთვალოთ, ახლა დანარჩენი ალბათ უფრო ექსპერტული შეფასება იქნება, მაგრამ კი ბატონო, ნახოთ დავალოდოთ, ჯერ უქმებია, შეგვიძლია დაველოდოთ. ჩვენ ვიცით რა არის ქართული ოცნების პოლიტიკა, რომელსაც სამწუხაროდ თანმიმდევრულად მისდევს დასავლეთის საწინააღმდეგო მიმართულებით. აი ამ დასავლეთის საწინააღმდეგო მიმართულებაზე თქვენ რა შთაბეჭდილებას გიჩენთ? ერთის მხრივ ევროკავშირის ლიდერებთან გადაღებული ფოტოები, პოზირება ეკრანთან, ქვეყნის შიგნით მარტაკოს კარგად მოიხსენება ალბათ რა განცხადებებს აკეთებენ თუნდაც დეპუტატების დონეზე ქართულ ოცნებაში და მეორეს მხრივ ევროკავშირის ელჩზე თავდასხმა მისი განცხადების სულ სხვაგვარი ინტერპრეტირება, არ ვიცი მე ასეთი შთაბეჭდილება არ დამჩენია, თქვენ თუ ხედავთ აქ მუქარას, რაც თქვა პაվել ჰერჩინსკიმ, რაზე მიანიშნებს ან ხელისუფლების ნაბიჯებში რა იკვეთება მათ რეალურად უნდათ ევროკავშირთან ურთიერთობების დაალაგება თუ დაალაგება ისე რომ მათი პირობები იყოს გათვალისწინებული? ხო, ეს არის ჩემი აზრით უკვე ძალიან მკაფიო საკითხი და მკაფიოა ის დიდი ხანია, რა თქმა უნდა ქართულ ოცნებას ევროკავშირთან არანაირი ურთიერთობის დაალაგება არ სურს. ახლა სურვილის დონეზე ძალიან კმაყოფილები იქნებოდნენ, შეიძლება რომ ორბანის სანამარჩევნები იქნებოდა ამდენი წლის განმავლობაში, როგორც იყო, მსგავსი ავტოკრატია ჰქონოდა და ევროკავშირისგან მხოლოდ და მხოლოდ პრივილეგიები მიეღოთ, მაგრამ საქართველოს არ არის ამ მდგომარეობაში. საქართველოს გზა აქვს გასავლელი ევროკავშირამდე და ევროკავშირის წევრობამდე გასავლელი გზა ნიშნავს საბაზისო
პირობების დაკმაყოფილებას, დემოკრატიული სტანდარტის არსებობას, დემოკრატიული სივრცის არსებობას, ადამიანის უფლებების მდგომარეობის ისეთ მდგომარეობაში არ ყოფნას, როგორშიც დღეს არის, ანუ კატასტროფულში. ეს ნიშნავს იმას, რომ არ უნდა იყოს მიტაცებული ძალაუფლება, უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები, ქვეყანაში არ უნდა იყვნენ პოლიტიკური პატიმრები, პოლიტიკური დევნილები არ უნდა იყვნენ, პოლიტიკური რეპრესიები უნდა შეწყდეს, თავისუფალ მედიას არ უნდა ებრძოდნენ, არასამთავრობო სექტორს არ უნდა ებრძოდნენ და ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო არ უნდა აპატიმრებდნენ. ეს იდეაში ძალიან მარტივად გასაკეთებელი რამ არის, მაგრამ რეჟიმი სწორედ ამაზე დგას, ძალადობრივი რეჟიმი, როგორიც არის დღევანდელი ქართული ოცნება. შესაბამისად, რიკარდ იოზვიაკი რადიო თავისუფლების ჟურნალისტი წერდა ასეთ რამეს, რომ იმ მინისტერიალზე, რომელიც ამ კვირის დასაწყისში გაიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოსთან დაკავშირებით, იყო საუბარი, თუმცა სანქციებთან დაკავშირებით მათ არ უსაუბრიათ. თქვენ რომ ამაზე ვისაუბრებთ, როცა სხვა წევრებიც დაგვიმატებიან და სავარაუდოდ უნგრეთი იგულისხმებოდა აქ, რადგან სიარტო არ დაესწრო ამ შეხვედრას. თუმცა აი ასეთ რამეს ამბობს, რომ ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს გადადგას პირველი ნაბიჯი ადამიანის უფლებების შესახებ დიალოგის წარმართვისკენ და საქართველოს უნდა შეწყვიტოს აგრესიული ენა ევროკავშირის წინააღმდეგ, შეწყვიტოს ოპოზიციის შევიწროება და გადახედოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესახებ კანონმდებლობას. ანუ თუ ჩვენ შევხედავთ, რას ითხოვს ევროკავშირი იმისთვის, რომ დიალოგი მაინც დაიწყოს მინიმუმ ურთიერთობების გასაახლებლად, ბევრიც არაფერი, ანუ აგრესიული რიტორიკა უნდა შეარბილო ევროკავშირის მისამართით, ალბათ ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიების შეწყვეტაში იგულისხმება თუნდაც სარჩელის შეჩერება საკონსტიტუციო სასამართლოში და არათუ გაუქმება კანონმდებლობის, არამედ გადახედვა. მინიმალურია ალბათ გასაკეთებელი, რასაც თხოვენ მას ევროკავშირის მხრიდან. თქვენი აზრით რატომ არ ხდება ეს? იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ ცდელობები აქვთ, რომ ურთიერთობები გქონდეთ. არ აქვთ ეს ცდელობები. რატომ გვაჩვენებენ მაშინ მარტაკოსთან შეხვედრებს და წარმოაჩენენ, რომ რაღაც საუბარი მიდის? ეს არის უბრალოდ, როგორც ცოტა ხნის წინ ახსენე, მათი მცდელობები, რომ ბუზისგან სპილო წარმოაჩინონ. ხო, მარტაკოსთან გადაღებული ფოტო დაახლოებით იმავე ჟანრიდან არის, როგორც აი ყაველაშვილი რო სადღაცა რაღაც რაკურსში ჩანდა ერთ სივრცეში ტრამპთან ერთად, ხო, როდესაც მაკრონის შემთხვევა ვახსენე და ირაკლი კობახიძის და შიდა მოხმარებისთვის არის. ხო, რა თქმა უნდა, ეს პროპაგანდისტული გზავნილი არის, იმიტომ რომ რეალურ ნაბიჯებს საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს. ახლა ერთი მხრივ მარტაკოსთან ფოტოს იღებდე და მეორე მხრივ პაվել ჰერჩინსკის დაბარებას აპირებდე ასეთი კატეგორიული ტონით, თან რა თქვა პაվել ჰერჩინსკიმ, ხო, ანუ გეგონება რაღაც თავისი მოსაზრება თქვა, ის ევროკავშირის ელჩია და ელჩებზე პერსონალური თავდასხმები ქართულ ოცნებას ძალიან კარგად გამოსდის. ეს პროპაგანდისტული მიზნებისთვის, ხო, გვახსოვს ჩვენ ახლა რა ვიცი, ყოველკვირეული აქვს ჟურნალი აქვს პაპუაშვილს გახსნილი პეტერ ფიშერზე, ჰერჩინსკიზე თავდასხმები გასაძევებელი არისო, კახაკალაძე იძახდა, ამერიკის ელჩებზე შეტევები გვახსოვს. თითქოს ეს ადამიანები არ წარმოადგენდნენ თავიანთ დამნიშნავ ქვეყნებს ან ორგანიზაციებს. ევროკავშირი ჰერჩინსკის ჯერეთი არც არაფერი ახალი უთქვამს, ისევე როგორც მინისტერიალზე არაფერი ახალი არ გაჟღერებულა. ჩვენ გვახსოვს ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების 17 საგარეო საქმეთა მინისტრი და ამას დამატებული ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ერთობლივი განცხადებით გამოვიდნენ. გვახსოვს შემდეგ მინისტერიალის ერთობლივი განცხადება, რომელიც სწორედ ამ თემებს შეეხებოდა პოლიტიკური რეპრესიების შეჩერებას, უკეთესი და მინიმალური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას 25 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებამდე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ასე შემდეგ. ევროკავშირის დღის წესრიგში საქართველოს ყოველთვის არის და ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ევროკავშირის კარი ღიაა ჩვენთვის, როგორც ეს იმას არ ნიშნავს, რომ ივანიშვილს რომ მოესურვება, მასში შებიჯება შეუძლია უბრალოდ. მინიმალური პირობები არის, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს და ეს ის მაკაბორო ჭორიშვილი არის, რომელიც ჰერჩინსკის დაბარებას აპირებს, რომელთაც ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს იმედის და პოზიტივის დასანქცირებაზე. ერთი ძალიან მაინტერესებს თქვენი ტელევიზია, რომ რომელიმე ქვეყანას დაესანქცირებინა, თუ დაიბარებდნენ ელჩს, ხო? ეს ის მაკაბო ჭორიშვილი არის, რომელმაც ირანის ელჩი დაბარება ვერ გაბედა, როდესაც მან პირდაპირი დაბომბვის მუქარა გააჟღერა საქართველოში ირანის ელჩმა, თქვენ კარგად გახსოვთ, ვერც საპროტესტო ნოტა გააგზავნა და შემდეგ მას შეხვდა
აქეთ იმ ადამიანის ინიციატივით, რომელიც მივიდა ესე თავხედურად, რეალურად და თქვა, რომ კარგი ეკონომიკური შინაარსის საუბარი გქონდაო. ალბათ ეს დამამცირებელი იყო. საიდანაც უფრო საფრთხეს ხედავს ალბათ. ხო, არ ვიცი, რაც არ უნდა საფრთხე იყოს, ეს არის არც დიპლომატიური ნორმების დარღვევა, ეს არის შენი ქვეყნის შეურაცხყოფა პირველ რიგში. და გვახსოვს ხო, რა ვიცი, ფიშერი და სხვა ელჩები ილიაუის მხარდამჭერი განცხადებებით დაიბარეს. აი ეს არის ის მაკა ბოჭორიშვილი და ეს არის ის ქართული ოცნება, რომლის უგუნურმა პოლიტიკამაც მიგვიყვანა სწორედ ასეთ პოლიტიკურ კრიზისში, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნების გზით პოლიტპატიმრების გათავისუფლების გზით აი ამაზე შეცვლით დავასრულებთ. კი ბატონო, ამაზე მინდა გკითხოთ ბოლოს, აი ამ პროცესში თქვენი დღის წესრიგი რა არის? თქვენ სათხართ ახლა თქვენი პარტია ოპოზიციაში არც თუ ისე კარგი მდგომარეობა, საერთო ჯამში თუ შევხედავთ, თუმცა თქვენ არ ხართ იქ, სადაც ახლა ბოლო დღეებში იყო განსაკუთრებული დაპირისპირებები. რას აკეთებს ამ ყველაფრის პარალელურად ძლიერი საქართველო? ძლიერი საქართველო ყველა იმ ველს, რომელიც აი ამ დიდ საქმეში, ამ დიდ პროცესში, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში არსებობს, არის ყველგან და ცდილობს იყოს ყველა ველზე. ეს შეეხება, რა თქმა უნდა, პროტესტსაც. დღეს არის შაბათის მარში, მეც თქვენი გადაცემის შემდეგ და წიგნის ფესტივალის შემდეგ და მინდა შევახსენო თქვენს მაყურებელსაც, რომ არაჩვეულებრივი წიგნის ფესტივალი არის დიდუბის გამოფენაზე. მივიღებ იმ მარში მონაწილეობას, ხვალ არის ზუგდიდში გასვლითი მარში, იქაც მივიღებთ მონაწილეობას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ხალხთან, ვიმყოფებოდით რამდენიმე დღის წინ უკვე ვახსენე ანაკლიაში, ჩვენ ვესაუბრებით ადამიანებს რეგიონებში, ჩვენი საკრებულოს წევრები, ხო, პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტში ყავს საკრებულოს წევრი, ადგილობრივ პრობლემებზე საუბრობენ, ადგილობრივ მოსახლეობასთან იბრძვიან, იღწვიან იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რა თქმა უნდა, რაც მათ აქვთ ადგილობრივი პრობლემების მოსაგვარებლად, იმიტომ რომ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს. ერთი საკითხი, ცენტრალური საკითხი არის, რა თქმა უნდა, საქართველოს საგარეო ორიენტაცია, არის რა თქმა უნდა ის პრობლემები, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას ევროპასთან და ამერიკასთან მიმართებაში და ამ ავტოკრატ რეჟიმთან მიმართებაში, მაგრამ ადამიანებს აწუხებთ თავისი ყოველდღიური საკითხები. ეს საკითხი შეიძლება იყოს როგორც გაფუჭებული კანალიზაცია და გზის საფარი, რომელიც აი ამ უბანში ხო, სადაც თქვენი ტელევიზია, ეს შეიძლება იყოს სკოლები, დანგრეული სკოლები, თბილისში მარტო, წამლები, გაზრდილი ფასები, ამაზე ვესაუბრებით, ბუნებრივია, ხო, ეხლა, როდესაც მშობლები ვერ უშვებენ შვილებს სკოლაში და რაღაცა მესამე წლაში უწევთ ბავშვებს სწავლა და წლებია ეს ყველაფერი გრძელდება. ეს არის მათი პრობლემები და ამ პრობლემების უგულებელყოფა არ შეიძლება. ამ ადამიანებთან უნდა მივიდეთ, რა თქმა უნდა, როდესაც ფასებზე დამცინავად ისევ ქართული ოცნება რაღაცა კომისიებს ქმნის და სუსავალებს ამ ყველაფერს, ხო? ჩვენ ვთავაზობთ გამოსავალს, ხო, აქციზის გადასახადის დაწევას, მაგალითად, დროებითი ღონისძიებების სახით სუბსიდირებას, ელექტროენერგიის გადასახადის და დამატებითი ღირებულების გადასახადის შემცირებას პირველადი მოხმარების პროდუქტებისათვის. ჩვენ არამხოლოდ პრობლემებზე ვსაუბრობთ, მათი გადაჭრის გზებზეც ვესაუბრებით საზოგადოებას, როგორც ტელეეთერებით, სოციალური ქსელით, ასევე პირისპირ შეხვედრებით და ახლა მომდევნო დღეებშიც ჩვენ პრაქტიკულად ორ დღეში ერთხელ გვექნება არამხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში გასვლაც პარტიული. ხვალინდელი მარში, პარტიული მარში არ არის და უბრალოდ ვამბობ, რომ ამას აუცილებლად გამოვიყენებთ, ვიყენებთ ისევე როგორც საგარეო კომუნიკაცია. საბოლოო ჯამში ეს არის ის, რაც უნდა აკეთოს პოლიტიკურმა პარტიამ, ჩემი აზრით და ვფიქრობ, რომ ყველა თუკი თავის სეგმენტზე იმუშავებს უფრო ეფექტურად და იმუშავებს ქართველი ხალხისათვის და იმუშავებს რეჟიმის წინააღმდეგ, ჩვენ აუცილებლად ძალიან მალე მივაღწევთ შედეგს.